მოგესალმებით ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენს ეთერში კვლავინდებურად პლანეტებზე, ასტროლოგიაზე, კვირის პროგნოზზე საუბრის დროა და როგორც ყოველთვის ტრადიციულად მას მე ხათუნა ნოელი თქვენი პირადი ასტროლოგი წარმოძღვები. Ყველას გვაინტერესებს ალბათ როგორი იქნება ამ კვირის მოსალოდნელი ტენდენციები. სამშაბათს 23 აპრილს თავის პიკს აღწევს მზისა და ურანის შეერთება, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ჩაირთო და აი ამ ასპექტის წყალობით შეიძლება მოულოდნელი დაუგეგმავი სიტუაციები შევხვდეს ცხოვრებაში, რომლებიც თითქოს და კალაპოტიდან გვაგდებენ საქმეებს ისე ვეღარ მიუყვებით. თუმცა ალალად რომ თქვათ, ამისი სურვილი დიდად გამოხატულად ალბათ არც გვექნება. რაღაც ორიგინალური, განსხვავებული კეთების კენ უფრო მეტი ინტერესი იჩენს თავს, ადამიანებს არ აქვთ დიდად სურვილი რომ რუტინას მიყვნენ, მით უმეტეს რომ გარეთ გაზაფხული დგას, ესეთი მშვენიერი ამინდია პერიოდულად მაინც და უფრო რაღაცა განსხვავებული კეთებისკენ უწევთ გული. მაგრამ თუ თქვენს პირად რუკებში აი ეს ორი პლანეტა მზე და ურანი ნეგატიური ასპექტებით არიან დაზიანებული. შესაძლოა რომ აი ამ ასპექტის წყალობით გაღიზიანებულად იგრძნოთ თავი და კონფლიქტამდეც კი მიიყვანოთ მოულოდნელმა სურპრიზებმა, ანუ უსიამოვნო შემთხვევებმა იმატოს თქვენ ცხოვრებაში. ეცადეთ რომ აი ეს ყველაფერი შედარებით მშვიდ მომზადებულები რომ იქნებით ფსიქოლოგიურად, ალბათ უფრო მშვიდად და ნაკლები ზედმეტი ემოციური შფოთვების გარეშე გადავიტანთ ალბათ ამ დღეებს. გარდა ამისა, 23 აპრილი, ანუ სამშაბათი დღე, იმითაც არის საყურადღებო, რომ 15 საათი და 45 წუთიდან გვიან ღამემდე მთვარე გახლავთ უკურსო. ჩვენ უკურსო მთვარეზე არაერთხელ გვისაუბრია და იცით თქვენ რომ უკურსო მთვარის პერიოდში არ ღირს არაფერი ახლის წამოწყება და ძირითადად რუტინული საქმეების კეთებაზე არის ხოლმე ჩვენებები. თითქოს ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორია, მაგრამ რას ვიზამთ? მაინც ალბათ ჯობია რომ რაღაცა ისეც მივყვეთ, რაც მართლა ჩვეულია, გამოცდილია და ცოტა ხანი აი ამ დღის აი ამ მონაკვეთში მაინც შევიკავოთ თავი რაღაც განსხვავებული კეთებისაკენ, რომელმაც შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს. უკურსო მთვარე ამ კვირაში კიდევ გვექნება 26-ში ნახევარდღეების 2:30-მდე დილიდან, ხოლო 28-ში 3:30-დან გვიან ღამის 2 საათამდე. ესე იგი ამ პერიოდში კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ, არ ღირს არაფერი მნიშვნელოვანის დაწყება, თუ კი რეზულტატი გსურთ რომ დადებითი იყოს. ანუ რა შედის აქ? საყიდლები, მგზავრობა, დოკუმენტების გაფორმება და ასე შემდეგ, აი ესეთი სიახლეები, რასაც პირველად უდგებით ამ საქმეს, აი ესეთი რაღაცების კეთება ამ პერიოდში არასასურველია, ესე იგი უკურსო მთვარის პერიოდში. როგორც თქვით, ვკავდებით რუტინული ქმედებებით სამაგიეროდ, უკურსო მთვარეს აქვს თავისი პლუსებიც. კერძოდ, აი ამ დროს შეგვიძლია გავცეთ ისეთი დაპირებებიც კი, რომლის შესრულებასაც არ ვაპირებთ, რადგან მომავალში მის შეუსრულებლობაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ნუ, რამდენად კეთილსინდისიერია ეს საქმე, ეს უკვე თქვენ თვითონ შეაფასეთ, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, თუმცა თუ რაღაც ამისი მსგავსის გაკეთების აუცილებლობა გააქვთ ცხოვრებისეულად, აგერ ბატონო, არის ამისთვის შესაფერისი თურმე პერიოდებიც. 4 შაბათს პლუტონი გადადის თავისი 5 თვიანი უკუსლის ფაზაში და ის მხოლოდ 6 ოქტომბერს დაუბრუნდება დირექტულ მოძრაობას. რას მოგვიტანს ეს? იწყება მეგობრებო შინაგანი ანალიზის და წმენდის პერიოდი. პლუტონი ყოველ ჩვენგანში აი ამ პერიოდში წაიღებს იმას, რაც ხელს გვიშლიდა განვითარებაში და წინსვლაში და რაც მთავარია ჩვენი კარმული მისიის განხორციელებაში. მოგვაცილებს ყველაფერს იმას, რაც ზედმეტია უსარგებლოა და დრომოჭმული. სხვა საქმეა, რომ ადამიანებს ხშირად აი ესეთ უსარგებლო რაღაცებთანაც კი
გვიჭირს დამშვიდობება და გამოთხოვება და მიჯაჭულობა იმდენად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი მტკივნეულადაც განვიცადოთ. განსაკუთრებით ისინი იგრძნობენ ალბათ ამას, ვისაც დირექტული პლუტონის პერიოდში ვინც დირექტული პლუტონის პერიოდში არის დაბადებული და შესაბამისად რეტროგრადულის დროს სირთულეები ხვდებათ ხოლმე მათ. სამაგიეროდ აი ისინი, ვისაც პლუტონი რეტროგრადული ყავს ნათალურ რუკაში, აი ეხლა გაათამაგებული ძალებით, ისე თითქოს ბორკილებიდან გაათავისუფლესო, შეიძლებთ დასახული მიზნებისაკენ სვლას. ამ კვირაში ისევ 26-ში სტაციონარული გახდება სატურნიც და აი ეს დროებით შეაჩერებს სახელისუფლებო ვერტიკალში დაწყებული ცვლილებების განხორციელებას. მინდა გითხრათ, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ხდებოდა ესეთი სახელმწიფო სტრუქტურებში ცვლილებები, არამედ მოგეხსენებათ გადაავლეთ თვალი რა ხდებოდა მსოფლიოში და მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. ამავდროულად მთელი 9 დღის განმავლობაში. ანუ ვიდრე სატურნი გადავა ახალ უკუსვლით ფაზაზე. ჩვენ ყველას გვექნება ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს დრო გაჩერდა, რომ თითქოს გაიყინა ეს ყველაფერი დრო, საქმე, არაფერი წინ არ მიდის, არ იძვრის ადგილიდან, რომ აი სტაციონარული სატურნი აკეთებს ამას. თვითონ სატურნი იგივე ქრონოსია. ქრონოსი არის დროის ღმერთი და როდესაც ის სტაციონარულია, ანუ გაჩერებულია, ჩერდება დროც. უბრალოდ ადამიანებს გვიჩნდება ესეთი შეგრძნება. რას განკარგავს სატურნი? სატურნი განკარგავს ბიუროკრატიას, სატურნი განკარგავს კანონს, მშენებლობას, რეისებს, გრაფიკებს. ამიტომ აი ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე და ცოტა კიდევ უფრო მეტი რაღაცეებიც, აი ამ 9 დღის განმავლობაში, ანუ ამ კვირაშიც და მომდევნო კვირაშიც იქნებიან გარკვეულწილად შეფერხებულები. ჩინოვნიკები შეიძლება არ დაგხვდნენ ადგილზე, მშენებლობაში რაღაც თუნდაც მიწოდებაში გაჩნდეს რაღაც შეფერხებები და ასე შემდეგ. 29 მაისს სატურნი გახდება ერთდროულად სტაციონარულიც და რეტროც, ხოლო 4 მაისს უკვე სრულისვლით გადავა უკუ ფაზაზე. დაუბრუნდეთ ამ კვირას. უკვე 27 აპრილს, ანუ შაბათს, თევზების ნიშანში მყოფ ნეპტუნს ტყუპების ზოდიაქოს მე-18 გრადუსიდან მარსი გაუკეთებს ზუსტ კვადრატურას. მოგეხსენებათ, კვადრატურა გახლავთ ნეგატიური ასპექტი და არც თუ ისე სახარბიელო მოვლენები მოაქვს ხოლმე სამწუხაროდ. საქმიან სფეროში ძალაუფლებისაკენ ტოლვას, ინტრიგებს და გაურკვევლობებს შემოიტანს აი ეს ასპექტი. შესაძლოა ძველი შეცდომები ამოტივტივდნენ ზევით. ან პირიქით ეხლა გაგეპაროთ რაღაცა უზუსტობა. სიტუაციის კონტროლი ვთქვათ ხელიდან. ამიტომ მიყავით მაქსიმალურად ყურადღებიანები და მობილიზებულები. ახლა ფრიად არასასურველია აი 27 აპრილს შაბათს და მომდევნო დღესაც, კვირასაც ალკოჰოლის მიღება. სამწუხაროდ დასვენების დღეებს დაემთხვა და ბევრს ალბათ სურვილი ექნება, რომ რაღაცა რელაქსი და მოდუნება, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მაინდა-მაინც ასურველი ეს ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში უნდა ფხიზელი გონებით გაუმკლავდეთ სიტუაციას. ეს ასპექტი ასევე გახლავთ თაღლითობის, მოტყუების, ინტრიგების გაზრდილი ალბათობის მაჩვენებელი. მარსი მუნდანურ ასტროლოგიაში გამოხატავს ადამიანების მასების მოთხოვნილებას, ჰყავდეთ მტრები, გამოამჟღავნონ აგრესიულობა. ნეპტუნი კი აი ამ დროს ილუზიები და მსოფლიო დონის სკანდალების მაჩვენებელია. რა იქნება? ნახოთ რა შეიძლება რომ ამან გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს თანაბრად არ ეხება ყველა ქვეყანას. ეს არის იმ ქვეყნებისათვის ალბათ გასათვალისწინებელი ფაქტორი, სადაც ქვეყნის მუნდანურ რუკაში არის მარსისა და
ნეპტუნის რაიმე ასპექტი საბედნიეროდ საქართველოში ეს საქართველოს რუკაზე ეს მაინც არ გვაქვს ესეთი ნეგატივი და ამ თემას ალბათ შურიდან დავაკვირდებით. პირად ურთიერთობებშიც შეიძლება რომ აი ამ ასპექტმა შემოიტანოს დაულაგებლობა. შეიძლება რომ ფლირტისაკენ და არასერიოზული ურთიერთობებისაკენ იგრძნოთ ლტოლვა, რასაც შემდგომში აუცილებლად მოყვება მეგობრებო გამოაშკარავება და შესაძლოა ოჯახური ან პირადი სკანდალებიც. ამავდროულად ეს დღეები მინდა გითხრათ რომ ეცადოთ რომ მაქსიმალურად მობილიზებულად განვლოთ მოკლედ რომ ვთქვათ შევაჯამოთ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები აი ამაში კი ყველაფერში გისურვებთ წარმატებას მომდევნო შეხვედრამდე გემშვიდობებით კეთილი სურვილებით